სპირდება თუ ახლოესი ერთი კვირა. ბალანსისთვის არ დაგავწყვეტ ვიდეოს დალაიქება, ჩემი გვერდის გამოწერა და კომენტარში მცირეოდენი სიყვარულის და დადებითი ემოციების გაზიარება. ნახოთ ახლა ზოგადად რა ენერგიებში იქნებით ფინანსები, ჯანმრთელობა, პირადი ურთიერთობები. ნახოთ რეები ამოხტა, აქ რაღაცები უკვე ამოხტა. ესე იგი ზოგად ენერგიებს რაც შეეხება ერთი კვირის განმავლობაში. აქ რაღაცა მომავალს ფიქრი ჩანს. შეიძლება ეს კვირა იყოს ისეთი პერიოდი, როცა უნდა დაგეგმოთ მომავალი, რაღაც საომავლო პერსპექტივებზე ფიქრი გიჩანს. შესაძლებელია ოცნებებშიც კი გადაეშვათ და ცოტა ფრთხილად იყავით, ძალიან ილუზიებშიც არ გადახვიდეთ და ფანტაზიებში. კვირა მაინც პოზიტიური ასპექტებით არის. ახლა არ ჩანს ცუდი სიტუაცია, ფინანსური სიტუაციების გაუმჯობესება, გამყარება, დასტაბილურება გექნებათ, რაღაცა დადებითი იმედის მომცემ სიახლე შეიძლება ელოდებოდეთ ერთი კვირის განმავლობაში და მოვიდეს კიდეც ეს სიახლე და ეს პოზიტიური ენერგია თითქოს რაღაც იმედი გაგიზრდებათ, ან გზას დაისახავთ და იმ გზისკენ დაიწყებთ სიარულს. ზოგად ენერგიაში ფინანსური და ესეთ მატერიალური სტაბილურობა ჩანს, რაც შეეხება პირად ურთიერთობას. პირადში კონტაქტზე თუ არ არის ადამიანი, გამოვა კონტაქტზე. შეიძლება ახალი წამოწყება, ახალი სასიყვარულო თავგადასავლების დასაწყისი, რაღაცა რომანტიული გახვრთოვანების მომენტები იყოს, გაპრანჭვა, ერთმანეთის მიმართ ეს ფლირტი, გაარშიყება, დადებითი ენერგიები მოდის ბევრი საკმაოდ. ესეთი სასიამოვნო, სერიოზულ სახეს ჯერჯერობით ეს ურთიერთობა და ეს პირადი სიტუაციები არ იღებს, თუმცა რაღაცა სასიამოვნო ენერგიებში გაგიყვანთ და თავს ჰარმონიულად, დაბალანსებულად გაგრძნობინოთ. შესაძლებელია პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით ან შეხვედრა, ან გზაზე წასვლა, ან რაღაც გადაადგილებაც ჩანდეს. სხვა შორის ჩანს ესეთი სიტუაცია. მაინც პოზიტიური, არაფერი განსაკუთრებული სირთულე არ არის, აქ უფრო ეს კომუნიკაცია და სადღაც დაპატიჟება, გასვლა-მოსვლა, ესეთი სიტუაციები. სხვა მხრივ არც დაძაბულობა, არც არეულობა, არაფერი. 7 კვირა პირადში. რაც შეეხება საქმიან მხარეს. აქ შესაძლებელია მოლაპარაკებები იყოს ახლო მომავალში საქმიანი კუთხით და საქმესთან დაკავშირებით, ან ვიღაცა ისეთ შეხვდეთ, ვისთანაც მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილოთ, მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. შესაძლებელია აქ პარტნიორული ურთიერთობები იყოს წამოწეული პირად საქმიან ურთიერთობებში მომდევნო პერიოდში ვიღაცას შეხვდეთ ისეთს, რომ თქვენთვის საინტერესო შემოთავაზება ან წინადადება შემოგთავაზოთ ამ ადამიანმა. კვირა ფინანსურადაც ვიტყოდ და საქმიანი კუთხე საკმაოდ კარგია, პოზიტიური განვითარების სიტუაციები ჩანს, გამყარება ფინანსური სტაბილურობის. ჯანმრთელობას რაც შეეხება, გაუფრთხილეთ ძალას, ენერგიას, ბევრს თუ ინერვიულებთ, შეიძლება გაბრაზდეთ, ცეცხლები გამოყაროთ და გაღიზიანდეთ და აგრესიული ფონი იყოს მომატებული აქ ჯანმრთელობის კუთხით. ახლა რამეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არ შეგაწუხებთ, უფრო მოქმედებების სურვილი შეიძლება გაგიჩნდეს და გინდოდეთ, რომ რაღაცა წახვიდეთ, რაღაცა გააკეთოთ, ვერ ითმენთ, წკმუტავთ ერთ ადგილას, მდგომა არ შეგიძლიათ და ქოთქოთი და ესეთი ენერგიები ამოდის. უფრო სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობით არ ჩანს. რაც შეეხება რჩევას, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, რჩევა ესეთი მექნება, რომ თქვენი აზრი, თქვენი შეხედულება, თქვენი ინტერესები დაიცავით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, მიფიქრეთ ახალ შანსებზე, ახალ შესაძლებლობებზე, შედით თამამად კონკურენციაში, არ შეგეშინდეთ კონკურენციის ნაბიჯების გადადგმის, დროა უკვე დაიწყოთ მოქმედება და ესეთ რაღაცას გეუჩერთ ტარო, რომ დროა წახვიდეთ ახალისკენ, ახალი თავგადასავლებისკენ, ძველი უნდა დაასრულოთ და თამამად გადადგათ ნაბიჯები. ცოტა ეგოისტურებიც იყავით, ცოტა გამომხატველები, ცეცხლოვანი ენერგიები გამოუშვით, რაღაც უმეც და თამამად შედით, არ ვიცი, სამსახურზე შეიძლება იყოს, რომ ვაკანსია და ფიქრობთ ღირს თუ არა და ნაბიჯის გადადგმა და არ ხართ დარწმუნებული, მაგრამ გადადგით ნაბიჯი პირად ურთიერთობებში იქნება თუ სადაც რასფეროსაც არ უნდა ეხავდეს, თამამად მიაწექით თქვენსაც, თამამად გადადგით ნაბიჯები ნებისმიერ საკითხში. მოკლედ, თუ მოგეწონათ ვიდეო, ისევ და ისევ დაალაიქეთ, ბედნიერ წარმატებულ ჰარმონიულ კვირას გისურვებთ.